ინიციატივა ბრძოლაში შეაიღო მნიშვნელოვნად იქნება, რომელიც მთელი ცივილიზაციისთვის და ჩვენთვისაც პირდაპირ საფრთხე არიან და ჩვენი დამოუკიდებლობის ნაწილი ამ ბრძოლაში იქნა ჩაფრეული და ამის შედეგად რა თქმა უნდა ისინი პოტენციური საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოს. ანუ გამიგზავნა ამ თემას ვლაპარაკი, მაგრამ ეს მართლა ძალიან საკმაოდ თემა მიმოჩნია. ორივე მხრიდან იმ ნაბიჯებმა, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, ჩვენ ქვეყნას გაუგზავნა საფრთხეები. ამ საფრთხეების რა თქმა უნდა არ უნდა გავიქცეს ის, რასაც ჩვენ ყველანი ახლა ვხედავთ სახელმწიფო ორგანოებში, პოლიტიკურ კლასში, ფილში და ასევე ბიუროკრატიაში. ეს არის პირდაპირ ინფილტრაცია ჩვენს მიმართ სრულად განწყობილი სრული სახელმწიფოსთან დაკავშირებული ფიგურების ძალების დაკავშირებული ფორმალურად უსაფრთხოების ხაზით ან ისაც დოკუმენტურად ცნობილი არ არის, მაგრამ რასაც ვხედავთ სოფლელობის მათი შეხედულების თვალსაზრისით, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ ზოლაში ღია ხარდაჭერას და წინ წამოწევას ხელის შეწყობით, სავარაუდოდ რესურსების მიწოდებით იმ ძალებისა, რომლებიც ამ შეხედულებების მატარებლები არიან. გურჯაანის პარტია ეს არის ირმა ინაშვილის ეგრეთ წოდებული პარტია, დღევანდელი ხელისუფლება, ხელისუფალი ლინა ივანიშვილი ამას არ წყალავდა, მას საჯაროდაა ამის შესახებ ნათქვამი და შესაბამის ნაბიჯებსაც ჰყავდნენ. ისინი მრავალ ადგილებზე არიან შევწყული სახელმწიფო ბიუროკრატიასთან და დღევანდელ ხელისუფლებასთან, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ამასთან ჩვენ ვხედავთ ბიუროკრატიაში, განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებში, სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტრუქტურებში ღია ინფილტრაციას იმ ტიპის ფიგურების, რომლებიც ტრადიციულად დაკავშირებული იყვნენ რუსულ სამსახურებთან,